დიდი მარხვის დაწყებასთან ერთად ღირსი და ღმერთშემოსილი მამის ანდრია კრეტელის მიერ შედგენილი სინანულის დიდი კანონის კითხვა სრულდება. კანონი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში დიდ სერობაზე იკითხება. ხუთშაბათს მსახურება სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ მეორე მაღალინა. თანამსახურობდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურობის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღეს ხუთშაბათს დამთავრდა ანდრია კრეტელის კანონი. ღმერთმა ბედნიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს. ჩვენ ვიმყოფებით წმინდა ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა ნინო. აქ მოღვაწეობდნენ დიდი პიროვნებები, იღუმენია ნინო ამილახვარი, იღუმენია ნინო ბარათაშვილი და მრავალი სხვა. მე მქონდა ბედნიერება ბავშვობაში ჩამოვდიოდი ამ წმინდა მონასტერში ჩემ ნათლიასთან და ვიცნობდი ამ ზოგიერთ მოღვაწეს. დედა პარასკევა, დედა სიდონია გამოირჩეოდა თავისი სულიერებით. რო იწყებოდა მარხვა, ის ლოგინში აღარ წვებოდა. ფიცრებზე დააღებდა ჭილობს, თავით დადებდა ბალიშის მაგივრად ქვას ან ხის კუნთსა და ისე ისვენებდა. იმათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ. ღმერთმა დალოცოს დედა იღუმენია, ქეთევანი, დედები და ყველა ვინც აქ მოდის მოღვაწეობისათვის. ჩვენ ვთხოვთ ლოცვა კურთხევას და ლოცვას მეფე მირიან და ნანას, მამა გაბრიელს და ყველას ვინც აქ მოღვაწეობდა. დალოცვილი იყავი და გაიხარეთ. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა. ჩვენთან არის ღმერთი. წმინდა ანდრია კრეტელი სინანულის დიდ კანონში მორწმუნეებს ცოდვის სიმძიმეზე მიუთითებს. მისი მოსმენა ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონი თითოეულ მორწმუნეს აფიქრებს საკუთარ ცოდვებზე და სინანულისკენ უბიძგებს. თბილისში რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართა. შეხვედრას კომერციული ფერმების, გადამამუშავებელი საწარმოების, ხელისუფლების, დარგით დაინტერესებული პოტენციური ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა მერძევეობის სექტორის ადგილობრივ და გლობალურ ტენდენციებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ამ სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილეს ყურადღება. კონგრესი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის ორგანიზებით შედგა. უკვე მესამე წელია როგორც ჩვენი კონგრესი მთლიანად კავკასიის მასშტაბით მიმდინარეობს. მეზობელი ქვეყნები და კავკასიის ქვეყნებიდან ჩამოდიან მერძევეობის სექტორში ჩართული სხვა მხარეები იქნება, გადამამუშავებლები იქნება, პირველადი მწარმოებლები იქნება, მომსახურების მომწოდებლები. აქ მთავარი მიზანია
შევხვდეთ ერთმანეთს, გაუზიაროთ გამოცდილება, დავამყაროთ საქმიანი ურთიერთობები. იდეა ამ ღონისძიების არის, რომ შევიკრიბოთ მთავარი მოთამაშეები სექტორში, ეს არის მწარმოებლები, ისინი არიან ექსპერტები, ასოციაციები, რძის პროდუქტების მწარმოებლები და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, პრობლემებზე, რომელიც დგას სექტორში. მაგალითად, პრობლემა ერთ-ერთი არის ის, რომ საქართველოს ვერ უზრუნველყოფს თავის რძის პროდუქტებით, ვერ აწარმოება შესაბამისი რაოდენობა რძის და მაგალითად 2017 წელთან შედარებით 2019 წელს იმპორტი რძის და რძის პროდუქტების ეკვივალენტში გაიზარდა 2%. მიმდინარე თვიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების ფულადი დახმარება იზრდება. ბენეფიციარები 10-ის ნაცვლად 50 ლარს მიიღებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილსა და ლიბერტი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა. მხარეებმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ მეთოდებზე იმსჯელეს. მინისტრის განმარტებით ორივე შემთხვევაში დადებითი შედეგია მოსალოდნელი, თუმცა მათგან რომელი აღმოჩნდება უფრო ეფექტიანი, ამას განსაზღვრავს იუნისეფის კვლევა, რომელსაც კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. კონსულტაციების შედეგად იუნისეფთან გადაწყდა, რომ დაწყებულიყო შერეული მოდელი. ნაწილ მუნიციპალიტეტებს მიეცემათ ბავშვებს, იქ მაცხოვრებელ ბავშვებს მხოლოდ ფინანსურად ეს 50 ლარი, ხოლო ნაწილს მიეცემათ შერეული, კერძოდ 20 ლარი მონეტარული ფულის სახით, ხოლო 30 ლარი ექნებათ სასურსათო ბარათზე, რომელთაც შეძლებენ სურსათის შეძენას. იმ მოქალაქეებს, რომლებთაც უნდა მიიღონ ეს ბარათები, შეუძლიათ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ ლიბერტი ბანკის ნებისმიერ მომსახურების სერვის ცენტრს, ნებისმიერ წერტილს, სადაც მომსახურება უწევს ლიბერტი. ისიც რომ ლიბერტის აქვს საკმაოდ ყველაზე დიდი დაფარვა საქართველოში სერვის ცენტრების და მომსახურე წერტილების, შესაბამისად საკმაოდ მარტივად ადვილად შეძლებენ მოქალაქეები ამ ბარათების მიღებას. გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც 2018 წლის ნოემბერში იქნა მიღებული. ამ ინიციატივის მიხედვით ფულადი დახმარება 10-დან 50 ლარამდე გაიზრდება. ეს იყო პასუხი ჩვენს კვლევებზე, რომლებიც ბავშვთა სიღარიბეს ეხებოდა. ფულადი დახმარება ბავშვთა სიღარიბის შემცირებას გულისხმობს, რათა მათთვის ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ მათემატიკის ფესტივალ ევერესტს უმასპინძლა. ღონისძიებაში წელს 50-მდე საჯარო და კერძო სკოლის გუნდები ჩაერთვნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათემატიკის თემაზე შექმნილი ნამუშევრები, მაკეტები და ინოვაციური პროექტები წარადგინეს. ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებელს სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათემატიკის ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ იმართება და ის მოსწავლეებში მათემატიკური იდეების სახალისებას უწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ლოგიკური შეჯიბრება და კონკურსიც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ წელს თბილისთან ერთად ფესტივალს ქუთაისიც შეუერთდა. დღეს აქ წარმოდგენილი აქვთ ბავშვებს მათემატიკის თემაზე შექმნილი სხვადასხვა კრეატიული ნამუშევრები. ამას ბავშვები აკეთებდნენ თავიანთი ხელებით დაახლოებით 2 თვის განმავლობაში. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ტარდება უკვე შიდა სასკოლო კონკურსები, ვინ წარადგენს მათემატიკის ფესტივალზე სკოლას. ჩვენი სკოლა ყოველწლიურად ღებულობს მონაწილეობას ევერესტის მათემატიკურ ფესტივალში. ამჯერადაც ჩვენმა მოსწავლეებმა საინტერესო პროგრამა წარმოადგინეს და ეს უწყობს ხელს მათემატიკური ნიჭის განვითარებას და მათემატიკა ჩვენთან პრიორიტეტულ საგნად არის გამოცხადებული. რადგან მათემატიკის ცოდნა ხელს უწყობს გონების განვითარებას, აზროვნებას და ძალიან ბევრი ჩვენი მოსწავლე მათემატიკური მიმართულებით აგრძელებს შემდეგ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. პირველად ვიღებ ამ ევერესტის კონკურსში მონაწილეობას და ჩემი აზრით ძალიან კარგი კონკურსია ბავშვებისთვის. ანუ სტიმულს აძლევს ბავშვებს და უფრო სახალისო ხდება მათთვის მათემატიკის შესწავლა და ჩვენი სკოლა წელს ანუ მე გავაკეთე პრეზენტაცია ფართობის დათვლაზე, ანუ ანიმაცია გავაკეთე ვიდეო თამაში და ეს არის ესეთი ანუ ამით მინდა ბავშვებს ვაჩვენო, რომ ანუ ვიდეო თამაშები არ უნდა გამოვიყანოთ მხოლოდ გართობისთვის და მათი დახმარებით შეიძლება ძალიან კარგი პროექტების გაკეთებაც.
მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში პოეტ ზოია ვაშაკიძის წიგნის წარდგინება გაიმართა. სულში შეფუთული ლექსები ასე უწოდა ავტორმა კრებულს, რომელმაც მისი ბოლო წლების შემოქმედება გააერთიანა. როგორც ავტორი ამბობს, კრებულში შესული ლექსები რელიგიურ თემატიკას უკავშირდება. შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას პოეტ ზოია ვაშაკიძის ლექსები საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობისა და წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს. შემოქმედებით საღამოს მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ზოია ვაშაკიძე 14 პოეტური კრებულის ავტორია. ჩემი წიგნის სულში შეფუთული ლექსების განხილვა პრეზენტაცია წარმოადგენს ბავშვებმა საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის და ილია მართლის სახელობის სკოლებმა. ძალიან კარგად მიიღო პირველი ასეთი რელიგიური წიგნის საზოგადოებამ, მას ერქვა ხატისწინ ჩურჩულით ნათქვამი ლექსები. ეხლა ეს მეორე გამოცემა. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ წრეს და ზრდიდა მომავალ თაობებს. მე უსურვებ დიდ სიხარულს, თავისი მკითხველების დიდ სიყვარულს და დიდ წარმატებას პოეზიის რთულსა და ძალიან საყვარელ გზაზე. სერბეთის პატრიარქმა უწმინდესმა ირინეუსმა ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდრე ვუჩიჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბელგრადის საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ღონისძიებას წმინდა სინოდის რამდენიმე წევრი, სასულიერო პირები, პრემიერ-მინისტრი ანა ბრამბიჩი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა კოსოვოსა და მეტოქიის საკითხზე ისაუბრეს. სერბეთის პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში სამხრეთ სერბეთში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და სასულიერო პირებს კონფლიქტების მოგვარების საკითხში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისა და დაუხალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. სერბეთის პატრიარქმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ რეგიონში ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ სანუგეშოა ის ფაქტი, რომ კოსოვოსა და მეტოქიის საკითხთან მიმართებაში ქვეყნის ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიციები სრული თანხვედრაა. უწმინდესმა ირინეუსმა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთის ეკლესია და ხელისუფლება თანამშრომლობის შედეგად პრობლემის მოგვარება შეძლებენ. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ პრობლემის მოსაგვარებლად, აღნიშნა სერბეთის პატრიარქმა და დასძინა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ეკლესიის წევრებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია უფრო ხშირად შევიკრიბოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს ახალი პრობლემა იჩენს. ეკლესიამაც და ხელისუფლებამაც თანაბრად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ერთობლივად უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება, აღნიშნა სერბეთის პატრიარქმა. ახალი კვლევის მიხედვით ყოველწლიურად მსოფლიოში ათასობით ადამიანი უხარისხო მედიკამენტების მიღების გამო იღუპება. ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ფალსიფიცირებული მედიკამენტების გავრცელების რისკი მსოფლიოში სწრაფად იზრდება. კვლევაში წერია, რომ წლის განმავლობაში 250,000-ზე მეტი ბავშვი უკანონო მედიკამენტების დისტრიბუციას ემსხვერპლა. კვლევის ავტორების თქმით, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფალსიფიცირებული მედიკამენტების გავრცელების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ თვესაც განაცხადა. მედიკოსები შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივი საერთაშორისო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. საუბარი ეხება მალარიისა და პნევმონიის სამკურნალო მედიკამენტებს. პლასმასის ნარჩენების გადამუშავების საკითხში ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამ მიმართულებით ქვეყანამ შექმნა ყველაზე ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდი. შედეგები კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ აღნიშნული პროცესის დანერგვაზე უკვე მრავალი სხვა ქვეყანაც მუშაობს. ახალ კვლევაზე დაყრდნობით ნორვეგია ქვეყანაში არსებული პლასტმასის ფოთლების 97%-ის გადამუშავებას ახდენს, ხოლო ბუნებაში მათი ძალიან მცირე რაოდენობა ხვდება. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში პლასტმასის ფოთლის ყიდვისას მომხმარებლები მცირე გადასახადს დაახლოებით 13-დან 30-მდე ცენტს იხდიან. ამ თანხის უკან მისაღებად კი რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ადამიანებს შეუძლიათ პლასტმასის ბოთლები სპეციალურ აპარატებში ან მაღაზიებში დააბრუნონ, რა დროსაც ისინი გადახდილ პულს უკან იბრუნებენ.